ვაგრძელებთ ჩვენს წინა ლექციაზე, რასაც ვსაუბრობდით და უბრალოდ დავამატებდი, ანუ ჩვენ მოვიტანეთ ციტატა, რომელიც წარმოაჩენდა Revue étrangers, ანუ უცხოური ჟურნალის, ასე ვთქვათ, ძირითად იდეას, სადაც მისი გამომცემლები ამბობდნენ, რომ ამ ჟურნალის მთავარი მიზანი იყო, რომ ფრანგულ ენაში შემოეტანათ მთელი ის რიგი, ასე ვთქვათ, გაემდიდრებინათ ფრანგული ენა იმ ტალანტების და იმ ხელოვნების ნიმუშების მიხედვით, რომლებიც აქამდე იგნორირებულ იქნა წინასწარ ცუდი განწყობის მიერ. ანუ ფაქტიურად ეს, ასე ვთქვათ, სხვა კულტურა იგნორირებულ იქნა, ან არა, ვთქვათ, რაღაც გარკვეული მიზეზების და გამო, არამედ იგნორირებულ იქნა უბრალოდ წინასწარი ცუდი განწყობის გამო. ანუ ფაქტიურად აქ ჩანს ყველანაირად თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება უკვე ნელ-ნელა მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული უცხო ლიტერატურის შემოტანას, რაც თავისთავად საერთოდ არ ხორციელდებოდა წინა პერიოდში. ანუ ფაქტიურად ეს წარმოადგენს სრულ სიახლეს. და კიდევ ერთ ციტატას მოვიტანდით ამ იგივე ჟურნალიდან, ამ იგივე გაზეთიდან, სადაც იწერება. შემდეგი არის აღნიშნული, რომ მას სურს იყოს გადაკვეთის წერტილი, სადაც ყველა შეძენილი ცოდნა ერთი მეორეს აზრს უზიარებს, სადაც სხვადასხვა ეროვნების გენიოსები იკრიბებიან, რათა სამყარო გაანათლონ, სადაც ყველა ქვეყნის მწერლები იკრიბებიან, რათა თავისი გემოვნება მათ გაამდიდრონ და ერთი მეორეს შეადარონ, სადაც კოსმოპოლიტის საზოგადოება მიუკერძოებელ წარსულს ჩაეძიება, რათა გადაწყვიტოს თუ საჭირო გახდება ის უაზრო კონფლიქტები, რომლებიც ევროპის ხალხებს ერთი მეორისგან აშორებს. ანუ ფაქტიურად აქ ჩანს თუ, ასე ვთქვათ, რამდენად კომპარატიულ ჭრილში მოიაზრებს ლიტერატურას ეს ჟურნალი. ანუ თავისთავად ჟურნალის კონცეფცია რამდენად ატარებს კომპარატიულ, ასე ვთქვათ, ძირითად კომპარატიულ იდეას, რაც თუნდაც უკვე, როგორც ასეთი ეს დისციპლინა ვიცით, რომ ფაქტიურად 2 საუკუნის შემდეგ დაიბადება, მაგრამ აი ამ იდეის საწყის უკვე ხვდებით თუნდაც აი ამ ჟურნალის, ასე ვთქვათ, კონცეფციაში. მოწოდებები ძალიან მართებული იყო, თუმცა ჯერჯერობით მე-18, ანუ ამ პერიოდში, მე-18 საუკუნის შუა პერიოდში საფრანგეთი ჯერ კიდევ მზად არ იყო, რომ მთლიანად გაეთავისებინა ეს მოწოდებები, ეს კონცეფციები, რომლებსაც გამოხატავს ეს ჟურნალი და ამ ჟურნალის დამაარსებლები. და როგორც, ასე ვთქვათ, თვით ფრანგი კომპარატივისტები აღნიშნავენ, ანუ ბრუნელი და პაჟე, ისინი ამბობენ, რომ ამ პერიოდში საფრანგეთს, ასე ვთქვათ, ანუ საფრანგეთი ჯერ კიდევ მზად არ იყო ეს იდეები გაეთავისებინა, რადგან ჯერ კიდევ მას სურდა, რომ მხოლოდ მისთვის ყოფილიყო შემონახული ყველანაირი დიდება და ვთქვათ, არა სხვა ქვეყნისთვის. არ გაეზიარებინა მას ეს დიდება სხვა ქვეყანასთან. ასეთი ტიპის ჟურნალები და გაზეთები პაციფისტურ, ასე ვთქვათ, კოსმოპოლიტურ მსოფლმხედველობას ნერგავენ და მათი რიცხვი საინტერესო არის, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული უკვე თანდათან ნელ-ნელა იზრდება. 1825 წელს დაარსდება Revue Britannique, ანუ ბრიტანული ჟურნალი, სადაც ითარგმნება ინგლისური ჟურნალებიდან ამოღებული სტატიები. აგრეთვე დაარსდება Revue Germanique, ანუ გერმანული ჟურნალი და ის გამოდის ფაქტიურად 1826 წლიდან 1829
16 წლებამდე და ეს ჟურნალი გამოდის არა მხოლოდ პარიზში, არამედ გამოდის სტრასბურგში, ჯერ სტრასბურგში, შემდეგ გამოდის პარიზში და აქ იბეჭდება გერმანული ლიტერატურის, ასე ვთქვათ, ლიტერატურიდან თარგმანები, სტატიები, ესეები, ნოველების თარგმანები იბეჭდება და შესაბამისად ძალიან დიდ როლს ასრულებს იმისთვის, რომ ფრანგი საზოგადოება გაეცნოს არა მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, გერმანულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, არამედ გერმანულ პუბლიცისტიკასაც. ამ ჟურნალის არსებობა მაინც უფრო ხანმოკლე აღმოჩნდება, ვიდრე იმ Revue Britannique-ის, ანუ ბრიტანული ჟურნალის და რატომ? იმიტომ რომ შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო ის, რომ მაინც საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა გერმანიაში მიმდინარე პროცესები და თანაც ეს ჟურნალი მაინც უფრო მეტად სამეცნიერო ტიპის იყო, ანუ უფრო მეტად მაინც სპეციფიურ ხასიათს ატარებდა და მეორე როგორც აღნიშნეთ, რომ სხვა ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჯერ მაინც საფრანგეთს ჯერ კიდევ ნაკლებად აინტერესებს. Revue Britannique, ასე ვთქვათ, გარდა ინგლისის აი ამ ჟურნალში განსდა იმ სტატიებისა, რომელიც შეეხება ინგლისს, ხო, საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას და კვლევას მთელს მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ღონისძიებებზე. ანუ Revue Britannique მაინც უფრო ფართო, ასე ვთქვათ, სპექტრის ჟურნალი იყო, ვიდრე Revue Germanique. ანუ Revue Germanique, გერმანული ჟურნალი, ის მაინც გერმანულ კულტურაზე იყო ორიენტირებული და გერმანულ სპეციფიკაზე. ბრიტანულ ჟურნალში კიდევ მაინც ხდება შემოჭრა არა მხოლოდ ბრიტანეთის ირგვლივ არსებული, ასე ვთქვათ, წყაროების შესახებ, არამედ მთელ მსოფლიოში მიმდინარე, ანუ მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებზე აწვდის ის ინფორმაციას საზოგადოებას. ეხლა 1858-65 წლებში შეიქმნება მეორე Revue Germanique, ანუ მეორე გერმანული ჟურნალი, რომელიც ორი არწესების მიერ იქნება დაარსებული და რომელიც საზოგადოებას გააცნობს გერმანიის ფილოსოფიურ, ისტორიულ და მეცნიერულ ხარეს. ამგვარი ტიპის ჟურნალები, რა თქმა უნდა, დღესდღეობითაც გამოდის, მაგრამ მათ უფრო მეტად სპეციალიზირებული, ასე ვთქვათ, სახე აქვს მიცემული და ისინი უფრო მეტად სპეციალისტებზე არის გათვლილი, ვიდრე ფართო საზოგადოებაზე. მას შესაბამე კომპარატივისტიკის სფეროსთვის და კომპარატივისტიკის მკვლევარისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ტიპის ჟურნალების შესწავლა და რომლებიც ფართო, ასე ვთქვათ, ანუ უფრო მეტად ალბათ იმ ტიპის ჟურნალების შესწავლა, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი და სწორედ ასე მოექცა ვაუნტიეგენი, ანუ ის ცნობილი კომპარატივისტი, რომელმაც დაწერა თავისი სადოქტორო ნაშრომი და რომელიც სათაურიც იყო L'année littéraire, როგორც საფრანგეთში უცხოური ლიტერატურის შუამავალი. ანუ L'année littéraire ეს იყო ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა 1754-1790 წლებში და რომელსაც ჯერ ფრერონი, შემდეგ კი ვოლტერი ხელმძღვანელობდა. ანუ რა გააკეთა იმან ვაუნტიეგენმა, მან აიღო, ასე ვთქვათ, ამ ჟურნალის სხვადასხვა ნომრები და ეს ჟურნალი თავისთავად განიხილა როგორც კომპარატიული ფაქტი. ანუ როგორც, ასე ვთქვათ, მან როგორც ეს ჟურნალი განიხილა როგორც
საფრანგეთში უცხოური ლიტერატურის შემოტანის შუამავალ წყაროდ. ანუ ფაქტიურად როგორც კომპარატიული ფაქტი. და თანაც საინტერესო არის, რომ ეს ჟურნალი მოიცავდა 292 ტომს და 292, ანუ საკმაოდ დიდტანიანი იყო და მიმოხილვას აკეთებდა ძალიან ბევრი ნაშრომის შესახებ. და აქედან ზოგიერთი მიმოხილვა, მაგალითად ნაწარმოებების მიმოხილვა შეიძლება მოიცავდა მაგალითად 50-დან 70 გვერდსაც კი. და ამ მიმოხილვიდან ნათლად ჩანს, თუ ვთქვათ, რომელ წელიწადს, ანუ რომელ დროს, ანუ ეპოქის რომელ პერიოდში, რომელ მწერალს ანიჭებდა უპირატესობას, ვთქვათ, საფრანგეთი. ანუ რომელი მწერლის რა ტიპის ლიტერატურის მოთხოვნილება ჩნდებოდა რომელ წელიწადს და ასე ვთქვათ, როგორ ხდებოდა ამ ასე ვთქვათ, შესაძლებელი გახადა ამ ტიპის ანალიზმა, ამ ჟურნალის ანალიზმა ზოგადად საფრანგეთის საზოგადოების უფრო ფართო ჭრილში მიმოხილვა. და ანუ საინტერესო იყო აქ ჩანდა, ვთქვათ, თუ რომელ ქვეყანას ენიჭებოდა აგრეთვე უპირატესობა. ანუ საიდან უფრო მეტად ითარგმნებოდა ეს ინგლისი, გერმანია, იტალია თუ სხვა ქვეყნები. მე-19 საუკუნეში უკვე ასე ვთქვათ, არსებობს ესეთი ჟურნალი, რომლის სახელწოდებაც არის Revue des Deux Mondes, ანუ ორი სამყაროს ჟურნალი. და ვთქვათ, საინტერესო იქნებოდა, რომ თუ ვთქვათ, ამ ჟურნალს გადახედავდი, ამ ჟურნალის მეშვეობით გახდებოდა კომპარატივისტის მკვლევარისთვის ცნობილი, თუ რომელი უცხოელი მწერალი იყო ცნობილი საფრანგეთში და რა პერიოდში. ასე ვთქვათ, ანუ ამის შესახებ დასკვნის გამოტანა შესაძლებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ ვიზე დაიწერებოდა სტატია, რომელი ნაშრომი ითარგმნებოდა, რომელი ნაწარმოები ითარგმნებოდა და ასე შემდეგ. მე-20 საუკუნეში ამ როლს ასრულებს Nouvelle Revue Française, ანუ ახალი ფრანგული ჟურნალი, თუ გადავთარგმნით, ესე იქნება მისი დასახელება. გამოდის აგრეთვე ჟურნალი Europe, ანუ ევროპა. ზოგიერთ ჟურნალს, ასე ვთქვათ, კვლევაც მიეძღვნა, ანუ საკმაოდ ბევრ ჟურნალს მიეძღვნა კვლევა კომპარატიულ ჭრილში. მაგალითად, თომას პალფრეიმ გამოსცა ნაშრომი ესპანეთი Revue des Deux Mondes თვალით დანახული 1829-1858 წლებში. ანუ მან ასე ვთქვათ, განიხილა, თუ როგორ ჭრილში იყო შესაძლებელი, რა სურათის დანახვა იქნებოდა შესაძლებელი Revue des Deux Mondes-ზე დაყრდნობით ესპანეთის შესახებ. ანუ რა შთაბეჭდილება იქნებოდა ესპანეთზე, თუ აი ამ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების და თარგმანების მიხედვით იმსჯელებდით. და კიდევ ვიტყოდით აღნიშნავდით ერთ რამეს, რომ კაპიტალურ მნიშვნელობას ასრულებენ შემდეგი ჟურნალები, რომლებსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ და რომელთაგან თითოეული ავტონომიურ ნომერს წარმოადგენს. ანუ ის ჟურნალები არის Le Romantisme Allemand, Études et Textes, ანუ გერმანული რომანტიზმი, კვლევები და ტექსტები. მეორე ეს არის Écrivains et Poètes des États-Unis, მწერლები და პოეტები, ამერიკელი მწერლები და პოეტები. კიდევ ერთი ეს არის Aspects de la littérature anglaise de 1918 à 1940. ანუ ინგლისური ლიტერატურის ასპექტები 1918-დან 1940 წლებამდე და შესაძლოა ისიც ყოფილიყო, რომ ერთი ნომერი, ვთქვათ, მხოლოდ ერთ მწერალს ერთი მწერლისადმი ყოფილიყოს მიძღვნილი. მაგალითად, Hommage à Thomas Hardy, ანუ პატივის მიგება Thomas Hardy-ის მიმართ,
ეს არის La Nouvelle Revue Française, La Nouvelle Revue, რომელიც ეს იანვარი თებერვლის 1928 წლის ნომერი მთლიანად მიძღვნილია თომას ჰარდის, ასე ვთქვათ, ჰარდის შემოქმედების მიმართ.